გუშინ გადავედი საღამოს, მიუტანე ყველაფერი რაც ჭირდებოდათ. ხო და ეს კვირაა დიდი იმედი მაქვს, რომ რელის გააკეთებენ და ეგრევე საღამოს დავაძროებინებ თუ არა და ხვალდილით ყველა ვარიანტში. ვიდეოში ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ჩანს. დაზარალებულის თქმით, ეს ერთ-ერთი მეთოდი იყო, რომლითაც ჩიკვაიძე პარტნიორებს არწმუნებდა, რომ შეძენილი იახტა მალე საქართველოში იქნებოდა. ელტ ბილდინგის დამფუძნებელი იხსენებს, რომ თაღლით ბიზნესმენთან მათი ურთიერთობა 2022 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ბათუმში იახტ-კლუბის მოწყობაზე მერიისგან ზეპირი თანხმობა მიიღო. ელგუჯა თურმანიძე ყვება, რომ მალევე მას საქმიანი წინადადებით გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დაუკავშირდნენ. მათ შეეძლოთ გარკვეული ბენეფიტების მოტანა. ეს იქნებოდა გარკვეული გრანტი, პროექტში თანამონაწილეობა, შემდგომ უკვე ამ იახტ-კლუბის მართვა, სადაც უნდა გაეცნოთ ჩვენთვის ბულგარელი და თურქი იახტ-კლუბის მშენებელი ინჟინრები, აზიმუტის დამფუძნებლები, მე და ბატონი ვალერი ჩვენი კომერციული დირექტორი ჩავედით კანში, იწყებს სულ სხვა საუბარს. მოახერხა ის, რომ ჩვენ დაგვარწმუნა, შეგვეძინა მცირე ზუმის იახტა და რომლის ღირებულება იქნებოდა დაუშვათ 600.000 თუ 550.000 ევრო, მაგრამ ვინაიდან თვითონ არის ოფიციალური წარმომადგენელი, იყო ოფიციალური წარმომადგენელი, ქონდა გარკვეული დისკაუნტი. მოგვიანებით იტალიურმა კომპანია აზიმუტ ბენეტმა ჩიკვაიძესა და პაპიაშვილთან კავშირი კატეგორიულად უარყო. დაზარალებული კომპანიის ადვოკატის თქმით, დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ელტ ბილდინგისგან მიღებული თანხით ჩიკვაიძე ვალებს ისტუმრებდა, დაზარალებულს კი აშანტაჟებდა. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს ეუბნება, რომ ისეთ კივილს ავტეხავ, რომ საქართველოში ასეთი კივილი არავის აუტეხია, თქვენ თუ ჩემთან სამართლებრივ დავას დაიწყებთ. ჩვენი თანხით დაუშვათ პირველი 250.000 ლარი რო ჩაირიცხა, ანგარიშზე ქონდა 8 თეთრი თუ 1 ლარი. მე ჩვენი თანხა რო ჩაირიცხა, მოხდა ესე იგი ხელფასის აღება, საქმე ანგარიშოდ გატანა და სხვა კომპანიებისთვის თანხის დაბრუნება, ასევე იახტის თემას ეხებოდა. გვიპასუხა აზიმუტ ბენეტმა, რომ არანაირი წარმომადგენლობის დოკუმენტი მას არ აქვს, არანაირი წარმომადგენლობის უფლებამოსილებით არ სარგებლობს და პირიქით მოითხოვეს, რომ დაიწყებენ მასთან სამართლებრივ დავას, თუ იგი იყენებს კომპანიის ლოგოს, დროშას ან მისი სახელით მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე. ელტ ბილდინგი ერთადერთი არ არის, ვინც ჩიკვაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. საერთაშორისო ნაოსნობის კაპიტანი იხსენებს, როგორც თხოვდა ბრალდებული დაზიანებული იახტის გამართულად გასაღებას. თხოვა, რომ ბუნებრივია ჰონორარის საგასოდ ჩავამეყანა იახტა სტამბოლიდან. იცოდა რომ მე ამ იახტის მეპატრონესთან მეგობრულ ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, ვისთვისაც მოყავდა ეს იახტა, უნდა წავამეყანა, თხოვდა რომ იმისთვის სრულ ინფორმაცია მიმეწოდებინა, რომ ყველაფერი წესრიგში ისე. შემდგომ რა თქმა უნდა მიიღო ვარი და იახტა გაფუჭდა შუა ზღვაში. და დაუკავშირდი მას უთხარი ესია, მაგრამ მითხრა რომ შენო ესე ესეთი კაპიტანი ხარ, ყველა გიცნობს და მიმატოვა ფაქტიურად და შენი არ რაღაცნაირად რომ მოახერხეო ნაპირამდე. იახტა შემეკეთებინა ისე, რომ ჩამოსულიყავი შემეძლო სამსუნიდან ბათუმამდე ჩამოსვლა და შემდეგ პატრონები ჩაიბარებდა, მისი პრობლემა ბუნებრივია აღარ არისო ჩვენი პრობლემა. გიორგი ჩიკვაიძე ბიზნესმენი ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით ახლა ოპოზიციის ნაწილისთვის პოლიტპატიმარია. სასამართლო კი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეს განიხილავს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულ ბიზნესმენს 50.000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. პატიმარმა კი შიმშილობა გამოაცხადა.